ქართული ოპოზიციის ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი და მოსკოვის მერი იური ლუშკოვიც ესწრებოდნენ. როგორც პუტინმა განაცხადა, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები სავალალო მდგომარეობაშია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები ისტორიის განმავლობაში დღეს ყველაზე დაბალ დონეზეა. ეს თბილისის ოფიციალური ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. მათ რომ სხვა პოლიტიკა ეწარმოებინათ, დარწმუნებული ვარ, წელიწადნახევრის წინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტრაგიკული მოვლენები არ მოხდებოდა, განაცხადა რუსეთის პრემიერმა. მოლაპარაკებების ნაწილი ქუთაისის დიდების მემორიალსაც შეეხო. დიდების მემორიალი ქუთაისში 19 დეკემბერს ააფეთქეს. დემონტაჟს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობა მის ადგილას პარლამენტის ახალი შენობის აშენებას გეგმავს. ვლადიმერ პუტინი ძეგლის რუსეთში აღდგენის ინიციატივით გუშინ გამოვიდა და დღეს ეს საკითხი დუმაშიც განიხილეს. დღევანდელ შეხვედრაზე კი პუტინმა განაცხადა, რომ ფაშიზმთან ბრძოლის მსხვერპლი პატივისცემას იმსახურებენ და ამ თემაზე საუბარი შესაძლოა დიალოგის აღდგენის საფუძველი გახდეს. მოსკოვის განცხადებით ეს ოფიციალური თბილისის გამოწვევა იყო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რამდენადაც გაეროს გენერალური ასამბლეის ბოლო რეზოლუცია მეორე მსოფლიო ომის მემორიალებს დემონტაჟისგან იცავს. გარდა ამ საკითხებისა, ნოღაიდელმა რუს კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეების რუსეთში რეგისტრირებაზეც ისაუბრა. ოპოზიციის ლიდერის მოსკოვური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან შეხვედრებიც იგეგმება. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ზურაბ ნოღაიდელი რუსეთს მესამედ ეწვია.